ახალციხეში პიანისტთა რეგიონული კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში არსებულმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. 80-მდე კონკურსანტმა საკუთარი შესაძლებლობები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარმოადგინა. ღონისძიება სულხან ცინცაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. შესაბამისად, თითოეული კონკურსანტი ვალდებული იყო 2 ან 3 მუსიკალური ნაწარმოების შეესრულებინა, რომელშიც ერთი ცინცაძის საბავშვო პიესა იქნებოდა. აღნიშნული რეგიონული კონკურსი ახალციხეში საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი კონკურსი ქვეყნის მასშტაბით უკვე 4 წელია მიმდინარეობს, თუმცა მასში სამცხე-ჯავახეთის რეგიონი პირველად ჩაერთო. მათივე თქმით, გამარჯვებულ კონკურსანტებს ფასიანი საჩუქრებით, წამახალისებელი პრიზები და დიპლომები გადაეცემათ. გარდა ამისა, სულხან ცინცაძის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის მოსწავლეები სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. ჩვენ მემზადებოდით 6 თვე და ჩემთვის უფრო რთული შესასრულებელი უფრო იყო პირველი, ანუ ელეგია და მეორე სამაკატი შედარებით უფრო ადვილი იყო, იმიტომ რომ დიდი შესრულება არ ჭირდებოდა მაგას. უბრალოდ ცოტა სწრაფი იყო. მე დავუკარი 3 ნაწარმოები. ცოტა გამიჭირდა ნაწარმოების სწავლა, მაგრამ ბოლოს თანდათან ვისწავლეთ. ჟიურიმ თუ კარგად გულას მიიღებ, ალბათ ჩვენ გავიფრთხილოთ. ჩემი აზრით კარგად დავუკარი. ძალიან გვიხარია, რომ მთელი სისრულით არის წარმოდგენილი აი ამ რეგიონში შემავალი სამუსიკო სკოლების მოსწავლეები. საკმაოდ შრომატევადი მუშაობა იქნება, მაგრამ როგორც ვამჩნევ, კარგად მიდის ყველაფერი. სულხან ცინცაძის წელს შეუსრულდებოდა 90 წელი, რადგან მისი საიუბილეო წელია. ამიტომ იქნა შეტანილი ეს ნაწარმოებები ამ შესაძლებლობ სიაში და განსაკუთრებულია ის, რომ ჩვენი სამუსიკო სკოლა სულხან ცინცაძის სახელობისაა და ძალიან ვართ გახარებულები